მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ კვირის ტაროს პროგნოზი 19 იანვრიდან 25 იანვრის დროის პერიოდში, ერთი კვირის დროის ინტერვალში, რა სიახლეები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, რა ენერგიები შემოვა და ზოგადად როგორ წარიმართება თქვენი კვირა. ენერგობალანსისთვის სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტებზე, ჩემი თხოვნა იქნება დალაიქეთ და კომენტარეთ ვიდეოს კომენტარების ველში. ვისაც გსურთ პირადი სეანსის, პირადი კონსულტაციის დაჯავშნა, ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის მესენჯერში. და მოდით ვნახოთ კვირის პროგნოზი თქვენთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც უნდა ნახოს და ვინც უნდა მოისმინოს ეს ვიდეო პროგნოზი. შემთხვევით არაფერი არ ხდება. არაფერი არ მოდის ჩვენთან, ჩვენს ცხოვრებაში არც ინფორმაცია, არც ადამიანი, არც რაღაცა კონკრეტული სიკეთე, თუნდაც მატერიალური რესურსი, არაფერი არ მოდის შემთხვევით, ყველაფერი სადღაც ბედისწერის წიგნში არის ჩაწერილი. ასე რომ, ვისაც შემოგხვდებათ რენდომ პრინციპით აღნიშნული ვიდეო და არ გაქვთ ბუნებრივია გამოწერილი, არ გექნებათ ჩემი გვერდი, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა არ გამოგრჩეთ შემდეგი განახლებები, შემდეგი ვიდეო ჩართვები, რომელსაც მე აქტიურად ვაზიარებ ჩემს პირად ვირტუალურ სივრცეში. და მოდით მართლაც ვნახოთ, დავმუხტოთ სტიქიებით ტაროს დასტა და ვნახოთ რა ვარიანტები ამოვა, რა ენერგიები ამოვა კვირის პროგნოზის სახით 19-25 იანვრის დროის ინტერვალში. პირველი ვარიანტი კვირის პროგნოზი, მეორე ვარიანტი უახლოესი კვირის პროგნოზი და მესამე ვარიანტი ერთი კვირის პროგნოზი მათთვის, ვინც აირჩევს მესამე ვარიანტს. არკანები კარგად ჩანს. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ინტუიციურად თქვენი ვარიანტი. ან შეგიძლიათ მოისმინოთ მთლიანი ვიდეო გაშლა, მთლიანი სამივე, ასე ვთქვათ, არკანის მნიშვნელობები, სამივე არკანის პროგნოზები მოისმინოთ და უკვე მოსმენილი პროგნოზების სინთეზი თქვენს კონკრეტულ, ასე ვთქვათ, სიტუაციებთან და თქვენს ცხოვრებასთან მიმართებაში უკვე უნდა გააკეთოთ თავად თქვენ. და მოდით ვნახოთ რას გვეუბნება, რას გვიჩვენებს პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი გვესაუბრება ცეცხლოვან აქტიურ ენერგიებზე. ეს არის კვერთხების რაინდი. შესაბამისად, კვირა იქნება ძალიან აქტიური თქვენთვის. პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის მოგიწევთ მოძრაობა, აქტიურობა, გადაადგილება, უფრო მასშტაბურ დონეზე შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთანაც, გარკვეულ მგზავრობასთან, თუ მოგზაურობა არა, მგზავრობა მაინც შეიძლება ეს დაკავშირებული იყოს კონკრეტულ თქვენს საქმიანობასთან, თქვენი საქმიანობის ტიპაჟი და თემა იყოს ისეთი, რომ მოგიწიოთ აქტიურობა, მოგიწიოთ ესეთი აქტიური მოძრაობა, რაღაცა კონკრეტული მიზანი გაქვთ დასახული მაგალითად და ამ მიზანს სჭირდება მოძრაობა, ხო? თუ თქვენ პასიურ პოზიციას აირჩევთ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ის ჩანაფიქრები, ის მიზნები, ის გეგმები, რაც აი ამ მოკლე პერიოდს შეეხება, დიდი ალბათობით იმის ხორცშესხმა და განხორციელება და თქვენი მიზნის მიღწევა, ყოველ შემთხვევაში რაღაცა ერთი ნაბიჯით მაინც წინ წაწევა ძალიან გაგიჭირდებათ, იმიტომ რომ კვირა თქვენგან მოითხოვს აქტიურ ცეცხლოვან ქმედებებს, მთელი თქვენი შინაგანი რესურსების ჩადებას აი თქვენს კონკრეტულ საქმეში, თქვენს იმ ეტაპზე, რა ეტაპზეც იმყოფებით და რა გეგმებიც გაქვთ, აი იმ გეგმებში, იმისთვის, რომ
წაიწიოთ წინ ერთი ნაბიჯით თუნდაც ან რაღაცა უფრო მასშტაბური განახორციელოთ თუ კი რაღაცა უკვე ბოლო ეტაპზეა, ხო, რაღაცა თქვენი კონკრეტული საქმიანობა. ასევე მე ვიტყოდი, რომ თუ კი თქვენს ცხოვრებაში ამ ეტაპზე აქტიური ფაზა გაქვთ პარტნიორული ურთიერთობებისა, ასეთ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს რაღაც აქტიური ნაბიჯი, აქტიური ისეთი გამოხატვა თავისი გრძნობებისა, სიყვარულისა, ვნებისა თქვენი პარტნიორის მხრიდან, შეიძლება იყოს ასეთი აფეთქება, ფეიერვერკი მისი ემოციებისა და მისი გრძნობებისა და ის შესაძლებელია შეეცადოს ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიურად, ღიად, გულწრფელად გამოხატოს თავისი გრძნობები თქვენს მიმართ და იყოს ძალიან გახსნილი და ძალიან, ასე ვთქვათ, აქტიური კომუნიკაცია შემოგთავაზოთ. შესაძლებელია შემოგთავაზოთ სადმე წასვლა, თუნდაც ქალაქგარეთ გასვლა ან რაღაცა კონკრეტულ შეხვედრაზე დასწრება, რაღაცა ღონისძიებაზე დასწრება შეიძლება შემოგთავაზოთ, ან სადმე დაგპატიჟოთ, ესეც არ არის გამორიცხული, ხო? ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან თუ იყო, მე გულისხმობ იმ ადამიანებს, ვისაც ეს კვირა, ასე ვთქვათ, დატვირთული გაქვთ. არა მხოლოდ ეს კვირა, არამედ ცხოვრების ეტაპს გადიხართ ისეც. სადაც უფრო პარტნიორული სასიყვარულო ურთიერთობებია წინა პლანზე წამოწეული, ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღოთ შემოთავაზება მისგან გარკვეული, ვთქვათ, სადმე წასვლის, დროის გატარების, თუნდაც სადმე ქალაქგარეთ გასვლის, ხო? თუ აქამდე იყო პასიური, რაღაცა ეს ერთი კვირა ამ მხრივ ძალიან აქტიური ექნება. უბრალოდ აქ ერთი რჩევა მექნება მე თქვენთვის, რომ ზოგადად ამ არკანის მახასიათებელი არის ის, რომ უცებ რაღაცა ემოციური თუ ენერგიის მოზღვავების ფონზე ხდება აფეთქება, უცებ ამოფრქვევა აი ამ ენერგიისა და როდესაც უკვე ენერგია ძალიან სწრაფად გაიხარჯება, უკვე ხდება მერე ენერგოტონუსის ვარდნა და გარკვეულწილად პასიური განწყობის შემოსვლა, ხო? ამიტომ ეცადეთ, რომ თუ ეს არკანი საუბრობს უშუალოდ თქვენს ენერგეტიკაზე და თქვენს ფსიქოტიპზე, ეცადეთ, რომ ძალიან გადაიწვავთ თავს, სწრაფად აალდებით და ეცადეთ, რომ ეს თქვენი ენერგია გამოიზოგოთ, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ერთი კვირა ხომ არ არის, ხომ გრძელდება ცხოვრება და ამიტომ თქვენ ეს ენერგია, შემართება, რაღაცა მაღალი განწყობა, მაღალი სასიცოცხლო ტონუსი დაგჭირდება შემდგომ კვირებშიც. ამიტომ ეცადეთ, რომ რაღაცნაირად აბალანსოთ ეს ენერგიები, იმიტომ რომ კვერთხების რაინდს ზოგადად ახასიათებს უცებ აფეთქება, უცებ ფეიერვერკის მოწყობა, უცებ აალება და შემდგომ უკვე საწვავი აღარ არის, ხომ, აბსოლუტურად ცარიელი რჩება ადამიანი. ამიტომ ვფიქრობ, საკმაოდ ისეთი საინტერესო, მოძრავი, აქტიური და დინამიური კვირა გელოდებათ თქვენ, ვინც აერჩიეთ პირველი ვარიანტი. ზოგადად მთლიანი კვირა იქნება გაჯერებული მოძრაობით, აქტივობით, გადაადგილებით, შეიძლება მოგზაურობითაც, შეიძლება იყოს ემოციების ფეიერვერკი და რაღაცა ისეთი ვნებათაღელვის მომენტები პარტნიორის მხრიდან, ვისაც გყავთ, ისეთი გადიხართ ამ ფაზას პარტნიორული ურთიერთობებისა. შესაბამისად, საინტერესო და პოზიტიური კვირა მთლიანობაში. გარდა იმ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, მომენტებისა, რომელზეც მე ხაზი გავუსვი, რომ ეს არის ენერგოტონუსის ენერგიის უცებ გახარჯვა, უცებ აალება და შემდგომ, ვთქვათ, უკვე ადამიანი ხდება გამოცარიელებული, ხომ? აი ამ მომენტს თუ დაიჭერთ და რაღაცნაირად აკონტროლებთ, კარგი იქნებოდა თქვენთვის. ასეთი გახლდათ პირველი ვარიანტი და მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეც ძალიან მაინტერესებს. მეორე ვარიანტში უკვე ჩვენ ვხედავთ ფინანსურ ენერგიებს. პენტაკლების არკანი ამოდის, ეს არის მიწის სტიქია. თქვენთვის, ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი, კვირა იქნება სტაბილური, მყარი ენერგიებით გაჯერებული, უფრო ფინანსებზე, რაღაცა მატერიალური რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული. შესაძლებელია მიიღოთ გარკვეული ფინანსური ენერგია, ფული პირდაპირ მნიშვნელობით ან რაღაცა საჩუქარიან, რაღაცა მატერიალური რესურსი, ხომ, კონკრეტული ადამიანისაგან და ამ შემთხვევაში უფრო მამრობითი
სქესი ჩანს ამ არკანზე, ეს გახლავთ პენტაკლების მეფე, შესაბამისად თუ კი თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ან ელოდებით ასეთი პიროვნებისგან პასუხს კონკრეტულ მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებით, მაშინ ამ კვირაში თქვენთვის პასუხი იქნება დადებითი. გარკვეული მხარდაჭერა, ოღონდ ეს მხარდაჭერა არის მატერიალური სახით, ძალიან მიწიერი, მყარი, ნაკლებად ემოციებით სავსე, უფრო მეტად ფინანსური რესურსებით გაჯერებული. შესაბამისად, თუ კი ასეთი მოლოდინები გაქვთ, მაშინ თქვენ ასეთი პიროვნებისგან ნამდვილად მიიღებთ ასეთი ტიპის მხარდაჭერას, მატერიალურ რესურსს. შეიძლება ეს იყოს თქვენი ბიზნეს პარტნიორი, შეიძლება ეს იყოს კლიენტი, შეიძლება ეს იყოს სამსახურში უფროსი, ან შესაძლებელია ეს იყოს პარტნიორი, სასიყვარულო პარტნიორი, თუნდაც რომელიც გარკვეულ მხარდაჭერას გიცხადებთ და ფინანსურად გიდგებათ გვერდში, თუნდაც ანგარიშზე ფულის ჩარიცხვით, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, ან რაღაცა საჩუქრის გაკეთებით, რომელსაც ექნება საკმაოდ ისეთი კარგი, მსუყე მატერიალური ღირებულება. თუ ეს არკანი საუბრობს უშუალოდ თქვენს პიროვნებაზე, ამ შემთხვევაში თქვენი კვირა იქნება ძალიან მყარი, სტაბილური და თავდაჯერების კვირა, როდესაც რაღაცაზე იმუშავეთ, რაღაცა შექმენით და ეს თქვენი შრომა, თქვენი საქმიანობა შეიძლება პროფესიონალურ ასპარეზზე ხდებოდეს ეს, ან შეიძლება თქვენი რაღაცა თქვათ მაღაზია გაქვთ გახსნილი და ვაჭრობის სფეროში ხართ, ან რაღაცა მომსახურების სფეროში ხართ, ან თქვენი ონლაინ მაღაზია გაქვთ მაგალითად გაკეთებული, გახსნილი, ან ფიზიკურ დონეზე არ აქვს მნიშვნელობა. ამ შემთხვევაში თქვენი საქმიანობა იქნება შესაბამისად დაფასებული და მატერიალური რესურსებიც შემოვა კონკრეტულად თქვენი საქმიანობიდან გამომდინარე, რაც თვითკმაყოფილებას მოგიტანთ და კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, დარწმუნდებით იმაში, რომ სწორ საქმეში ხართ, თქვენი შრომა ფასდება და თქვენი შრომის საპირწონედ იღებთ შესაბამის მატერიალურ რესურსებს, რისი მოლოდინიც გქონდათ და ეს მოლოდინი სწორედაც რომ ამ კვირაში გამართლდება. მოკლედ, მეორე ვარიანტისთვის, ვინც ერჩეთ მეორე ვარიანტი, კვირა იქნება უფრო მატერიალურ ინტერესებზე აგებული, მატერიალურ მიზნებზე აგებული და მოლოდინებზე აგებული და რაც მთავარია, ეს მოლოდინები მართლდება, თქვენი შრომა ფასდება, თუ კი უშუალოდ საქმიანობიდან გამომდინარე ელოდებით მატერიალურ რესურსებს, თქვენი შრომა ფასდება, თქვენს ნამუშევრებს მაგალითად თუ ხელნაკეთ ნივთებს ქნით, შესაბამისად ყიდით, შესაბამის ფასად, თუ მომსახურებას ეწევით, თქვენი მომსახურება ასევე ფასდება, შეიძლება გქონდეთ რაღაცა საკონსულტაციო ცენტრი გახსნილი მაგალითად, ხო? ხოლო თუ თქვენ კონკრეტული ადამიანისაგან უფრო მეტად მამაკაცისგან ელოდებით რაიმე შემოთავაზებას, დიდწილად იქნება ისეთი შემოთავაზება, როგორიც გსურდათ რომ ყოფილიყო, ანუ თქვენი მოლოდინები მართლდება. საკმაოდ ისეთი მშვიდი გაწონასწორებული და დადებითი პოზიტიური პასუხი მოგცათ რომ მეორე ვარიანტისთვის და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში კი ნამდვილად უკვე ამოდის ემოციების თემატიკა. მე მგონია რომ თქვენ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, უფრო ამჯერად უფრო ემოციურად ისეთ პასიურ, რაღაც უფრო პასიურ კი არა, უფრო დეპრესიულ პერიოდს უნდა გადიოდეთ. შესაძლებელია ამის რეალური მიზეზი ამ ეტაპზე არ გქონდეთ და არც ისე ცუდად არ იყოს საქმე, როგორც თქვენ რომ წარმოგიდგენიათ. უბრალოდ თქვენი მოცემულობა რაც გაქვთ ახლა, ხომ? ნეიტრალურია, არც ძალიან ცუდი მდგომარეობა, არც ძალიან კარგი მდგომარეობა. უბრალოდ თქვენ გინდათ სხვა რა. ის რაც გაქვთ გასაგებია, ხედავთ ამ ყველაფერს, აფასებთ ამ ყველაფერს, მაგრამ თითქოს სხვა რეალობაში ცხოვრობთ და სულ სხვა რეალობის მსურველი ხართ. ანუ სხვა ცხოვრება გაქვთ და სხვა ცხოვრებას ისურვებთ. თითქოს ყველაფერი გაქვთ, მაგრამ ეს თქვენ არ გაკმაყოფილებთ. აი ამ კვირაში ხდება ამ მდგომარეობაში ყოფნა, რომ ის რაც არის, თითქოს ამას
ამის დანახვა არ გინდათ, ამის დაფასება არ გინდათ, თითქოს ეს ყველაფერი თქვენთვის არ არის, თქვენ საერთოდაც არ გინდოდათ ამ მდგომარეობაში ყოფნა და თქვენ ფიქრობთ და გონებაში წარმოიდგინთ ისეთ სურათხატებს, ისეთ სცენარებს თქვენი ცხოვრებისა, სადაც ისურვებდით, რომ ყოფილიყავით. ეს რაღაც უფრო გავს მეოცნებეობის მდგომარეობას, როდესაც ადამიანი ოცნებობს სხვა რეალობაზე, ოცნებობს სხვანაირ ცხოვრებაზე და ის რეალობა, რაც უდგას, იმდენად არ მოსწონს, რომ თითქოს არც უნდა ამ ყველაფრის დანახვა. მას სხვანაირი ცხოვრება უნდა, აი რაღაცა უფრო ესეთი მოცემულობა გვაქვს ამ არკანზე თქვენთვის, მესამე ვარიანტის წარმომადგენლებისთვის. საინტერესოა მართლაც თუ მოვა ეს ყველაფერი თქვენამდე, თუ რეზონირდება, დამიწერეთ თქვენი ინსაიტები და შთაბეჭდილებები ამ გაშლიდან გამომდინარე. ჩემთვის საინტერესოა, ყოველთვის ვკითხულობ თქვენს კომენტარებს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ თქვენ ალბათ შეიძლება ეს ერთი კვირა გარკვეულწილად გაგრძელდეს ეს ამ ენერგიებში ყოფნა, მაგრამ პასიური პოზიცია ადამიანს დიდხანს ვერ ექნება ცხოვრებაში, ხო, ესეც არის, იმიტომ რომ ცხოვრება მოითხოვს მოძრაობას, ცხოვრება მოითხოვს აქტივობას, რაღაცა ჩართვას მიმდინარე პროცესებში, ამიტომ ეს თვალის არიდება და რაღაცა ერთგვარი სირაქლემის პოზიციაში ყოფნა, უბრალოდ ვფიქრობ, რომ თლად გამართლებული არ არის, იმიტომ რომ თუ კი რაიმეს შეცვლა გსურთ, ამისთვის საჭიროა პირველ რიგში მინიმუმ იმ კონკრეტული შანსების დანახვა, რომელიც არის თქვენს ცხოვრებაში, აი თუნდაც იმ 300-ის სახით, რომელიც წარმოდგენილია თქვენს წინ და სავსეა, მაგრამ თქვენ მათ არ უყურებთ. ჩანს, რომ ადამიანი თითქოს აი მინიმალურს, რაც არსებობს მის ცხოვრებაში, ხო? იმას არ ხედავს, არ აფასებს, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ, რომ აი ამ ყველაფრის აი ამ პოტენციალის პირველ რიგში დანახვით და შემდგომ მისი გამოყენებით და ნაბიჯ სვლით თქვენივე ქმედებებით შეცვალოთ თქვენი რეალობა უკეთესობისკენ და ამ შემთხვევაში აღარ დაგჭირდებათ ოცნება აი იმ რეალობაზე, რომელიც ჩანს აი მეოთხე თასში, თითქოს ადამიანი თავის ცხოვრებას არც კი უყურებს და თავის გონებაში წარმოსახულ სცენარში ცხოვრობს, ხო? ეს მაინც მთლად გამართლებული პოზიცია არ იქნებოდა. მაგრამ დგება, ყველას ცხოვრებაში დგება ესეთი ეტაპები, როდესაც ჩვენ გარკვეულწილად ვისურვებდით სხვა რეალობაში ყოფნას და გონებაში წარმოვიდგენთ ხოლმე აი ასეთ რეალობებს. ესეც მისაღებია გარკვეული პერიოდით, რა თქმა უნდა. აი ესეთი გახლდათ ჩვენი დღევანდელი კვირის პროგნოზები, ჩემო მეგობრებო. დამიწერეთ თქვენი ხედვები, თქვენი ინსაიტები, ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის. მე კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ საჯარო გაშლამდე.